გაყალბებული ისტორია. ისტორიული მითია, ფეიკი თუ უბრალოდ მოსაზრება. დედოფალი კლეოპატრა ეგვიპტელი იყო. არა, ნამდვილად არ იყო. ვიღაცისთვის ის კურტიზანი იყო, ვიღაცისთვის მზაკვარი, რომელიც სამოქალაქო ომების მიზეზი გახდა. ვიღაცისთვის კი პირიქით სათნოების ეტალონი. კლეოპატრა ძველი წელთაღრიცხვის 69 წლის 2 ნოემბერს დაიბადა. დაბადების ადგილი დღემდე უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ ის ანტიკური სამყაროს კულტურის ცენტრში, ალექსანდრიაში მოევლინა ამ ქვეყანას. ეგვიპტის დედოფლის ზარღვებში ბერძნული სისხლი ჩქებდა, რადგან პტოლემეები დინასტიის დამაარსებლის ალექსანდრე დიდის გენერალ პტოლემეს შთამომავლები იყვნენ. მას შეეძლო ფილოსოფიურად მსჯელობა, არგუმენტირებულად აზროვნება, უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტზე, იცოდა 8 უცხოენა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა ბერძენი ფარაონებისგან განსხვავებით, შეეძლო არაბულად წერა-კითხვა. ეს ყველაფერი ძალიან გასაკვირია, რადგან იმ დროს ბერძნულ ოჯახებში გოგონების განათლებაზე საერთოდ არ ზრუნავდნენ. მაგალითად, კლეოპატრას და ბერენიკა მისი საპირისპირო პიროვნება იყო. უყვარდა გართობა, ზარმაცი, საკმაოდ მოუხერხებელი და მოუქნელი იყო. ეტყობა მამას პტოლემე მე-12-ს გავდა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 58-55 წლებში ქვეყნიდან გააძევეს და ხელისუფლება მის ქალიშვილს ბერენიკას გადასცეს. ძველი ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი ამ შემთხვევების შესახებ წერდა, რომ ბერენიკა განდევნილი ფარაონის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე იყო. ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ კლეოპატრა ფარაონს თავის ხარჭასთან შეეძინა და შესაძლოა ქალიშვილის განათლებაზე სწორედ დედას ეზრუნა და ქვეყნის მართვისათვის მოემზადებინა. კლეოპატრა ტახტზე ძველი წელთაღრიცხვის 51 წელს ავიდა და ეგვიპტეს 21 წელი მართავდა. ის ორჯერ იყო უმცროს ძმებთან ფორმალურ ქორწინებაში, რადგან პტოლემეების სახლის ტრადიციები არ აძლევდა ქალს სახელმწიფოს დამოუკიდებლად მართვის უფლებას. კინემატოგრაფიაში კლეოპატრას როლს ყოველთვის ლამაზი და ეფექტური გარეგნობის მსახიობები თამაშობდნენ. მაგრამ ის, რომ კლეოპატრა ლამაზი იყო, მხოლოდ მითია. ეგვიპტის დედოფლის სახის რეკონსტრუქცია მოახდინეს და შედეგი ნამდვილად მოულოდნელი და განსაცვიფრებელი აღმოჩნდა. დედოფლის გარდაცვალება, ისევე როგორც მისი ცხოვრება, ლეგენდებით არის გარემოცული. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად კლეოპატრამ ეგვიპტურ კობრას დააგესლინა თავი. სხვა ვერსიით მას შხამი თმის სამაგრში ჰქონდა მოთავსებული და საჭირო დროს გამოიყენა კიდეც. კლეოპატრამ კოსმეტიკური საშუალებების არაერთი რეცეპტი დაგვიტოვა, რომლებსაც თვითონ ქმნიდა და მოიხმარდა. სხვათა შორის არქეოლოგებმა მკვდარი ზღვის მიდამოებში უძველესი ლაბორატორია აღმოაჩინეს, რომელშიც კოსმეტიკური და ფარმაცევტული საშუალებები მზადდებოდა. ეს ნამდვილი პარფიუმერული კოსმეტიკური ფაბრიკა იყო, რომელსაც ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში თავად კლეოპატრა ხელმძღვანელობდა. გამოიწერე ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.